მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ ასეთი გაშლა. თქვენ ხართ მანძილზე, ვნახოთ რა იქნება შემდეგ. მანძილი სხვადასხვანაირი შეიძლება არსებობდეს, ხო? შეიძლება სხვა ქვეყანაში ხარ, შეიძლება ონლაინ ურთიერთობა გაქვთ, შეიძლება უბრალოდ პაუზა გაქვთ ახლა, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ მაინც ახლა მოკლედ სიგნიფიკაციას გავაკეთებ ახლა. ვნახოთ ახლა თქვენ რა ენერგიაში მყავს მეგოგო. ახოთ ახლა რატომ ასე так გოგო მყავს ძალიან მაგარი ენერგიაში, იმიტომ რომ ბიჭზე ხა ჩვენ ბევრი კითხვები მაქვს და ნახოთ ახლა თუმცა პრინციპში არა ბიჭის ენერგიასაც ავიღებ ახლა მე. ნახეთ ახლა როგორ არის თქვენზე გამოვიდა სამი მაღალი არკანი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თან იეროფანტის ენერგიაში ხართ რა. აქ ახლა თქვენ აი უზომოდ რაღაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება კი ხართ, იმიტომ რომ აქ თქვენთან ახლა პირველ რიგში თქვენ ხართ ძალიან ჭკვიანი ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც სულ ვითარდება, აი ეგრევე სიგნიფიკაციით, რომ მაღალი არკანები არის რა. აქ ადამიანი, რომელიც ბევრს სწავლობს, აქ ადამიანი, რომელიც გადის ძალიან ბევრ გაკვეთილებს თავის ცხოვრებაში. აქ არის ადამიანი, რომელიც ახლა ამ ეტაპზე გრძნობს, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს მის ცხოვრებაში. თქვენ საერთოდ ძალიან ბევრი რამ გადაიტანეთ ისედაც რა. აი უზომოდ ბევრი რაღაცები, ბევრი ტკივილი, ბევრი უსამართლობა, ბევრი დაკარგვა, ანუ აი ადამიანი, რომელიც სულ არის გაკვეთილებში რა. ანუ ეს უეჭველი იქნება ყველა ვარიანტში აქ თქვენ როგორ არის აქ ადამიანი სწავლობს ამ თავისი არიან ზოგი როგორი ადამიანები, იცით რა, ბევრი რაღაცები ხდება მის ცხოვრებაში, ბევრი რაღაც, მაგრამ არ სწავლობს ეს ადამიანი და მის დღემში სულ არის აი სულ ტირის მარტო და სულ ყოველს აბრალებს, რომ აი ეს მისი ბრალი, ამისი ბრალი და ასე შემდეგ. არ სწავლობს არაფერს რა, ანუ სულ ეს ეგო მის წინ არის ყოველთვის და არასოდეს არ ფიქრობს იმაზე, რომ თუ რაღაცა ჩემს ცხოვრებაში თუნდაც მეორდება, იგივდება და იგივე სცენარია, ანუ ესე იგი ეს სულ ვიღაცის ბრალი, მე ვარ კარგი, კი, ხარ კარგი დაუშვოთ, მაგრამ თუ ერთი და იგივე შენ ცხოვრებაში ხდება, ესე იგი რაღაცა უნდა ეთყობა და ფიქრდე რა. რო თქვა იქნება და ჩემშიც არის რაღაცა მომენტები, რომელიც არის გამოსაცვლელი. პრინციპში ჩემთან არხზე მე უკვე ვიცი, რომ არიან ესეთი ადამიანები, აქ არ გაჩერდება არავინ ისეთი, ვინც არ ვითარდება, რომ უბრალოდ ვისაც უნდა მკითხაობა, იმიტომ რომ აქ ჩემთან არიან მართლა ძალიან ისეთი აი პიროვნებები, ვისაც უნდა განვითარება, ვისაც აინტერესებს უფრო ღრმად რა მჭირს მე დაუშვოთ, ხო? რისთვის მოვედი მე აქ, რატომ ის დღემში რაღაცები მემართება და მითხარით, გამარკვიეთ და თქვენ ამას ზუსტად იღებთ ამ ცოდნას და მერე ცვლით თქვენ ამ თქვენს პროგრამებს. აქ ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს თავის თავზე, უზომოდ ბევრს მუშაობს, უზომოდ ბევრს რაღაცას აიძებს ინფორმაციას, ხო? სულ რაღაცას, როგორც გითხარით, სწავლობს იმისათვის, რომ რამენაირად კიდე შევცვალო ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ რა. აქ თქვენ არ აიგნორებთ არანაირ ინფორმაციას, რომელიც ეხება თქვენს პიროვნებას რა. იმიტომ რომ თუნდაც ეხლა პარტნიორზეც რომ უყურებთ, თქვენ даже თუნდაც ესეთი ელემენტარული თქვა დაუშვოთ, აი ვითომ ელემენტარული გაშლა რო თქვა, აი ვართ მანძილზე, რა იქნება ჩვენ შორის რა გველოდება, თქვენ ამას არ უყურებთ, მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ აი გავიგო, მოვა თუ არა. ხო? თქვენ აქ გაინტერესებთ ის, რომ თუ ეს ადამიანი წავიდა, ამ პაუზაში მე რა უნდა გავიგო, ხო? ანუ რას მასწავლის მე ეს მანძილი, რაც ეს კითხვაც გვექნება ჩვენ აქ აუცილებლად და ანუ უფრო ღრმა ინტერესი გაქვთ თქვენ აბსოლუტურად აი ნებისმიერ თემაში რა. აი ძალიან მიხარია, მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადამიანები არიან ჩემთან, არა აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, ყველა ასეთ დამხმარე პროფესიის ადამიანს ყავს თავისი რაოდენობა სულების, ვისაც სჭირდება მისი საერთოდ ცოდნა და მე ჩემ მოსწავლეებსაც სულ მაგას ვეუბნები ხოლმე, რომ თქვენ ხართ ვიღაცისთვის საჭირო ადამიანები, იმიტომ რომ მე ვზრდი კარმულ ტაროლოგებს, რომელიც ფლობენ ძალიან ღრმა ცოდნას, არა მხოლოდ სამკითხაოდ მიყვარხარ, არ მიყვარხარ, აი უბრალოდ კითხავებს მე არ ვზრდი და ვიცი რომ
რომ ეგეთი ადამიანებიც მოდიან ჩემთანაც და იმათთანაც ეგეთი ადამიანები მივლენ თავისთავად რა. იმიტომ რომ აქ შეუძლებელია რომ აი დაუშვათ აქ ძალიან უბრალო ადამიანი, რომელიც საერთოდ არაფერი გაუგია თავის თავზე გაჩერდეს. აი შეუძლებელი, ვერ დავიჯერებ რა. ნამდვილად, აი ძალიან ღრმა არის. ნახოთ ახლა თქვენი პარტნიორი ახლა რა ენერგიებში არის მაშინ. ანუ ის რა და მე უკვე აქ ზოგადი მაქვს კითხვები და ამიტომ მირჩევნია რომ ვნახოთ თქვენი პარტნიორიც ახლა რა ენერგიებში არის ამ წუთში. აჰა. აქ სხვათა შორის ძალიან საინტერესო პიროვნება ყავს, აქ ვიღაცასთან რა საინტერესოა დღეს მოკლედ. ესე იგი ნახეთ გოგოებო, აქ იქნება როგორი სიტუაცია. ბევრისთვის შეიძლება იყოს ეს ადამიანი ბევრისთვის თუ არა, ეხლა სხვათა ძალიან ბევრი გოგოები გიმთხოვენ იმაზე, რა ქვია, გაშლების ას პარტნიორი უნცროსია, რუსული ვინც იცით, კი გოგოები თითქმის ყოველ დღე წერ, ეხლა იმ არხზე ეხლა ძალიან ბევრი გოგოები მყავს, ვინც არის ასეთ ურთიერთობაში და ამიტომ იქ ძალიან ბევრი გაშლები მაქვს ამ თემაზე და ეხლა აი აქ მოგვივიდა ჩვენ პრინციპში როგორი ადამიანი, ნახეთ, რატო გავამახვილე ყურადღება. აქ არის პიროვნება, პრინციპში ნახეთ ძალიან იმპერატორი არის, გვერდხების მეფე არის და პლუს კიდე პაჟი არის თასების. ამიტომ მე შემიძლია ვთქვა, რომ აქ არის ადამიანი, რომელიც პრინციპში შეიძლება იყოს რა ქვია, თავისი ასაკის მიუხედავად თავს გვაჩვენებდეს, რომ მე აი აქ უბრალოდ გეტყვით, ანუ შეყვარებული იმპერატორი. ანუ როგორ არის, იცით, საერთოდ ძალიან ლამაზი მოიცადეთ, გეტყვით რაღაც დამაბნია რა ამ თქვენმა იმპერატორმა და თქვენმა იმან რა ქვია. ნახეთ, ადამიანი, რომელიც ეხლა არ ვიცი რა ენერგიებში იყო ეს მაქამდე, მაგრამ შეიძლება რაღაც სხვა გაშლებში ნახავდეთ თქვენ, მაგრამ ეხლა მოდის ნახეთ როგორ ენერგიები. გახსნილი. ამავდროულად, ნახეთ, ეს ადამიანი არის ესეთ ენერგიებში, რომ პრინციპში მე მაქვს სიყვარული გულში, მე მოვდივარ შენთან სუფთა სიყვარული, ჩვენ ხო თქვენთან და ურთიერთობაზე გვაქვს ლაპარაკი და არა ზოგადად როგორი არის, ხო? ანუ იმპერატორი არის, რომ მე კი შეიძლება გარედან, ნახეთ როგორი ტიპი არის. გარედან შეიძლება ეს აჩვენებდეს თავს, რომ ესეთი ძალიან სერიოზული ძალიან ისეთი, რომ აი არ მომეკაროთ. მაგრამ გული აქ ძალიან თბილი ამ ადამიანს. გაიგეთ, გახსნილი ადამიანი არის. აქ არ მაჩვენებენ, ახლა ამ ენერგიებში, იმპერატორი ნახეთ რა ხდება, იმპერატორი და იმპერატრიცა მოდის. მაგ ადამიანს ყავს თავისი იმპერატრიცა. თან მაგის როლში არის. ამ ადამიანს ყავს თავისი იმპერატრიცა, ქალი, რომელიც ძალიან უყვარს. სხვათა შორის გოგოებო, აქ შეიძლება იყოს ეს გაშლა იმ ადამიანებისთვის, ვინც მართლა სულქმარი ხართ, ოჯახი ყავთ, ოფიციალური ოჯახი შეიძლება თქვენთვისაც იქნება ეს გაშლა, იმიტომ რომ გოგოები ზოგჯერ მთხოვენ, რომ გაგვიკეთეთ გაშლა, თქვა სულქმარზე. ახლა მე ვაკეთებ პარტნიორზე, ქმარი იგივე პარტნიორი, მაგრამ დღეს აშკარად ვაჩვენებენ, რომ ან სამყარო ხედავს თქვენ როგორც აი ნამდვილად ხა წყვილი ხართ, იმიტომ რომ ეს აცხადებს, რომ მე მყავს ჩემი იმპერატრიცა. მე მყავს ქალი, რომელიც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომელიც მიყვარს მე გულით, რომელიც ხა მაგა აქ ცოტა манипуляტორი ტიპი არის, მაგრამ როგორ, ჩვენ პრინციპში ყველა ვართ манипуляტორები. შეიძლება თქვენს გაბრალებდეს ეგა, რომ დაუშვათ ახლა ისეთ ცოტა манипуляციებს აკეთებს, მაგრამ აქ ჭკვიანი ადამიანი არის, ადამიანი, რომელმაც ახლა ნამდვილად ზოგისთვის იქნება ისეთი ტიპაჟი, რომელსაც თავისი საქმე აქვს, თავისი ბიზნესი შეიძლება გქონდეს, ხო? შეიძლება ზოგისთვის კიდე იქნება ინფორმაცია, რომ თქვენ გაქვთ საერთო კიდე რაღაცა ბიზნესი დაუშვათ, ხო? ამასაც აი სკაც საოჯახო ბიზნესი, მაგრამ ეს აი ძალიან კარგი ენერგიები მოდის ახლა ამ ადამიანისგან რა, აი ძალიან კარგია. არის ახლა უყვარხართ რა ადამიანი აქ და აი ნახე ენაც დამებდა. მოკლედ, დღეს ვერაფერს ვერ ვეტყვი მე ისეც რომ თქვა, ან ცუდად არის, ნერვიულობს რამე არა. აქ ახლა არის იმინდა გაზაფხულის ენერგია ადამიანში, გაეღვიძა სიყვარული, უნდა რომ რაღაცა გააკეთოს, მოდის აი ძალიან როგორ არის, აი შეიძლება რაღაცა იყო მის ცხოვრებაში ცოტა ისეთი არა, აქ მოდის იმინდა სიყვარულით სავსე ადამიანი.
აქ იყო ნახე დიდი всё გავიგე. აქ იყო ძალიან დიდი ხნის რაღაცა პაუზა. იმ პაუზაში ის ადამიანი ბევრი გადაწყვეტილებებს იღებდა. სხვადასხვა სხვადასხვანაირად შეხედა ამ ურთიერთობას, სხვადასხვანაირად შეხედა ამ თქვათ თავის ქალს, იმიტომ რომ აქ ძალიან ლამაზი კარტი არის და მე გავაკეთებ გაშლას ისეც რომ თქვენ დაგანახებთ რა. იმიტომ რომ რაღაც ორი დასტა შევიძინა უზომოდ მომწონს რა. მე ყოველ ჩემი დასტა მიყვარს, მაგრამ რაღაც ახალი რომ მოდის ძალიან მიხარია რომ ასეთი კარგი რო არის რა. ხო და ამიტომ ნახეთ რა ხდება. აქ ადამიანი ეხლა ამ წუთში ამ ეტაპზე არის ისეთ ენერგიებში, სადაც მე გავიგე ყველაფერი, მე მივხვდი, რომ აი მე უკვე აქ სიყვარული აირჩია, მაგრამ საკმაოდ მაგარი ის მანძილზე აქ ნახეთ არის აი ზის და გლობუსზე უდევს ახლა ხელი და აქ იყო რაღაცა მანძილი შეიძლება სხვადასხვა ზოგს ქონდათ აი თქვა არ ელაპარაკებოდეთ უბრალოდ ერთმანეთს რაღაცა პერიოდი ან იყო სიჩუმე რაღაც არ ქონდათ მაგრამ ახლა არის ძალიან მაგარი ენერგიებში კარგით მოდით ახლა ჩვენ აქ ნახეთ როგორ მომწონს მე აი ეს კარტი კიდე აქ ძალა არის ანუ თქვენ შორის აქ არის როგორი მომენტი იცით როცა ბევრს ფიქრობდით ერთმანეთზე ხო და აი ესეთი ძალა არის აქ რაღაც უძლიერესი ძალა როცა ორივე ერთმანეთზე ფიქრობდით თქვენ ხო იმის მიუხედავად აი რო იყავით ჩვენ ახლა ავიღეთ ეს კითხვები მანძილზე ხო მაინც ყოველ ვარიანტში აქ სულთან მოდის ერთმანეთზე სულ ფიქრობდით იმიტომ რომ ძალიან დიდი მიზიდულობა გაქვთ რა კარგით მოდით ახლა ნახოთ კითხვებზე მაინც პასუხები ავიღოთ ახლა თუ უკვე პრინციპში თქვენ ახლა აქ როგორი სიტუაცია შეიძლება დაუშვათ ვინც უყურებს თქვენი სიგნიფიკაცია აიღეთ და მაგით მივხვდებით რა იმიტომ რომ ზოგჯერ არის ძნელი თქვა კი მე კი მივიღე ჩემი სიგნიფიკაცია მაგრამ დაუშვათ და ეს ადამიანი რატო არის მაშინ მე რა ვიცი რას ფიქრობს ეგა ტარო არასოდეს არ იტყუება უბრალოდ ან თქვენი სიგნიფიკაცია თუ არის ესე იგი უკვე ადამიანის არის ეგეთ ენერგიებში რა იმიტომ რომ აქ გამოდის ადამიანი რაღაცა დაასრულა ეს სიჩუმე ანუ ნახეთ ჯერ როგორ ხდება ყველაფერი აბსოლუტურად ჯერ ჩვენ ვიღებთ რაღაცა გადაწყვეტილებას ჩვენ რაღაცას უკვე თქვათ ახლა თავში ვიღებთ თქვათ ახლა სხეულში გონებაში რა ვიცი მე ყველაფერში და მე უკვე აი თქვათ ეგრევე უკვე ველი გვაჩვენეს ტარო რაშობა იცით ტარო გვაჩვენებს რა ხდება ახლა იმ ისე რა ქვია ველში რა და მე უკვე იმიტომ რომ შეიძლება ჯერ არ არის თქვათ მაგრამ ჯერ არ არის თქვათ გამოვლენილი ეგ მიწიერ დონეზე მიხვდით მაგრამ აი უკვე სივრცე გვაჩვენებს ჩვენ რომ ეს ასე იმიტომ რომ ბევრი მაღალი არკანები როცა არის ესე იგი უკვე გვაჩვენებენ ჩვენ მაღალი ძალების დონედან გამიგეთ ჯერ შეიძლება თქვენ დაუშვათ ჩუმად ხართ ჯერ შეიძლება თქვენ ვერ არც არაფერს არ აკეთებს ეს ადამიანი მაგრამ უკვე გვაჩვენებენ ჩვენ ანუ როგორ ლაგდება რა სიტუაცია ხდება გამიგეთ და ხოლმე ხალხი საჯარო გაშლა როცა არის თქვენი უნდა აიღოთ დაუშვათ ხო так ნახოთ ახლა ჩვენ ანუ რას გასწავლის თქვენ ანუ ეს მანძილი რა რომელიც ახლა ხდება თქვენ შორის так ეს სიგნიფიკაცია მინდა რომ იყოს აქ შემდეგ ნახოთ ახლა რა ხდება ახლა მის შიგნით რა მაგრამ მე ავიღებ ახლა როგორ იცით ანუ მის შინაგან სამყაროში ეს ჩვენ გვაინტერესებს ახლა მაგრამ ჩვენ ავიღოთ როგორ იცით მაგრამ პრინციპში კი გვაჩვენოს მაგრამ მაინც ავიღოთ ახლა იყოს რადგან მაგ გამზადებული კითხვა იყოს რა ნახოთ ახლა რა უნდა გააცნობიერო შენ ამ სიტუაციაში მე ისეთი გაშლა გამიკეთებია მაგრამ კიდე მეთქე მინდა რომ გამეკეთებია თქვენთვის რომ ძალიან ბევრი მწერს რომ ისა გვაქვს ჩვენ ახლა მანძილი და ამიტომ რა ენერგია გაკავშირებთ ამ ეტაპზე ახლა თქვენ ესეც ნახოთ ჩვენ რა შეიძლება უახლოს მომავალში თქვენ შორის ნახოთ და ყველაზე რა არის საუკეთესო შედეგი ამ კავშირის განვითარებისთვის და ავიღოთ ჩვენ ესე იგი როგორც რჩევა რა რას გირჩევს თქვენ ახლა ტარო ესეც ვნახოთ ამ სიტუაციაში როგორ ჯობია რომ თქვენ ახლა მოიქცეთ ხო აქ უკვე არის რაღაცა ხო გეუბნებით ეტაპი არის
ძალიან ისეთი საინტერესო. კაი, всё დავიწყებთ ახლა აქედან. ანუ ესე იგი, რას გასწავლეთ თქვენ ეს მანძილი, რას გასწავლეთ თქვენ ეს მანძილი. так ვერ გავიგე. აქ სამიანი იყო. რას გასწავლეთ თქვენ ეს მანძილი და იმას, აი იცით რა არის, მე ვეტყოდი იმის მიუხედავად, რომ აქ არის აი არჩევანს მაინც ვეტყოდი. კი, 4-იანი არის აქ. გვერდხების, მაგრამ ეს ორაკული არის. ორაკულები ცოტა სხვანაირად იკითხება. მაგრამ რას გასწავლეთ? იცით, აი მართლა არჩევანს გასწავლეთ რა. გასწავლეთ იცით რას? ანუ შეიძლება მანძილის როცა არის სხვადასხვა ადამიანები ჩვენ ხვდება, ხო? ამ პერიოდში როცა ჩვენ მანძილი ესე იგი არა ვართ რაღაც ერთად, ხო? ანუ მაგრამ აი ზუსტად აქ არის როგორი მომენტი, იცით? ეს მანძილი იყო თქვენთვის იმისათვის, რომ თქვენ გაგეგოთ, რამდენად თქვენ გინდათ იყოთ ერთად. აი აქ უეჭველი ეს არის. ანუ კი 4-იანი ახლა არ არის არჩევანი, მაგრამ მაინც აჩვენებენ იმას, აი რამდენად შენ გინდა, რომ აქ როგორი მომენტი, აქ ახლა მართლა 4-იანს გვერდხები ზოგჯერ კითხულობენ როგორც კორწინება, მაგრამ აქ ნახეთ, მაინც კორწილი რა არის, როცა მე უკვე არჩევანი გავაკეთე და მინდა რომ მე და შენ ვიყოთ ერთად. გამიგეთ? და აი ეს არის რომ ანუ სტაბილურად მე ხა მინდა რომ თქვათ შენ იყო ჩემს ცხოვრებაში, გამიგეთ? ანუ რამდენად თქვენ ერთმანეთისთვის ხართ საჭირო, რამდენად თქვენ ხართ ის, რომ აი თქვათ გინდათ იყოთ ერთად, იმიტომ რომ ხო გეუბნებით კორწინება ახლა არის, როცა უკვე всё, მე გადაწყვეტილება მივიღე, მე მინდა შენთან ერთად ვიცხოვრო, მე მინდა შენთან ერთად გავატარო ჩემი ცხოვრება. ხო მიმეხვდეთ, აი აქ ეს არის, ამასაც სწავლიან. კი, რომ აქ თქვენ გასწავლიან ზუსტად, რომ უნდა ნახეთ, აი როსაც ისე მიყვარს აქ ნახეთ, მე რო გეუბნებით ხოლმე თქვენ რომ უსმინეთ პარტნიორს. აი აქ თქვენ ზუსტად იმას გასწავლდნენ კიდე, რომ გაიგე, რა სჭირდება პარტნიორს, რას გეუბნება. წაიკითხე, ამოიკითხე რა და ეს ამ მანძილზე შენ ახლა არ არის საჭირო რომ შენ იჯდე და თქვა იტირო და რაღაცა. ანუ ისწავლე, გაიგე, პრინციპში მე ვის ვეუბნები თუ თქვენ თქვენი სიგნიფიკაცია ისწავლეთ, ისწავლეთ, ისე რა ქვია, იცანით, ესე იგი აქ უეჭველი თქვენ ყველა ვარიანტში გაიგებდით რა უნდა თქვენს პარტნიორს, მაინც ყველა ვარიანტში მოусმენდით, იმიტომ რომ აქ არ ახარ თქვენ ესეთი პიროვნება, რომელიც ახლა უბრალოდ აი თქვა სიტუაციას უყურებს მართლა უბრალოდ, თქვენ არ ახართ ეგეთი პიროვნება. ამიტომ აქ იმას გასწავლეთ, რომ თქვენ გაგეგოთ, თქვა ის რა უნდა, ანუ იმიტომ რომ ნახეთ, აქ ბიჭე ნახეთ, წიგნი არის გახსნილი და გოგოს ეუბნება წაიკითხე, რომ იმისთვის იყო, რომ თქვენ გაგეგოთ, აქ არ იყო ეს მანძილი იმისთვის, რომ თქვენ დაუშვათ, აი საერთოდ უკვე შეგეწყვეტეთ თქვენი ურთიერთობა, საერთოდ არაფერი არ უნდა ყოფილიყოს თქვა თქვენ ურთიერთობაში, აქ არ არის ამაზე. აქ ზუსტად თქვენ უნდა გაგეგოთ ერთმანეთის ფასი, მოგესმინათ, გაგეგოთ, აი ანალიზი გაგიკეთებით, რომ თქვენ პრინციპში აქ გოგო აკეთებს ანალიზს რა. აი ბიჭისთვისაც ახლა მარტო თქვენ გოგოებისთვის კი არა, ბიჭებისთვის. ანუ ორივესთვის რა, გქონდათ ეს პერიოდი, რომ თქვენ გაგეგოთ ის მომენტები, რომელიც უნდა მე დავამუშაო, ჩემში რომ ჩვენ ისევ მე ვიყოთ ერთად. გამიგეთ? ეს იყო, სასწავლო პროცესია, ხო ხვდებით რა? ანუ როცა გაკვეთილი მიდის, მერე არის რაღაცა შესვენება, მერე კიდე გაკვეთილი მიდის, მერე შესვენება. აი თქვენთან იყო ახლა გაკვეთილში იჯეკით თქვენ იმისათვის, რომ გაგეგოთ რაღაცა ორივესთვის, რამდენად მნიშვნელოვანი ვართ, ხო? ახლა უკვე მერე უნდა გადახვიდეთ წესით, ახლა თუ გაიგეთ უკვე თქვენ, გადახვიდეთ ამ შესვენებაში რა. ეს პრინციპში ბიჭზე მაჩვენებენ, რომ უკვე არის მზად იმისათვის რომ იმ შესვენებაში, ასე რომ ვთქვათ, გადავიდეს რა. აი ეს არის. იმედი მაქვს, რომ გასაგებად ხსნით, მომწერეთ ახლა, იმიტომ რომ მართლა
ძალიან ასეთი ღრმა გაშლა გვაქვს დღეს ჩვენ, მაგრამ მაჩვენეს კიდევაც რომ მაგის შესაძლებლობა რომ ეს სიღრმე განახოთ, იმიტომ რომ ადამიანიც არის, აქ ადამიანები ესეთები არიან, აქ ვინც ახლა ნამდვილად გამიგებენ, რასაც მე მინდა ვთქვა. ნახოთ, ეხლა რა ხდება? ეხლა მის შინაგან სამყაროში, ხო? პენტაკლების დედოფალი ხდება მის შინაგან სამყაროში. აი ეს ხდება მაგაში, რომ აქ ადამიანმა ნამდვილად გაიგო, ეხლა რომ ეს ქალი არის ჩემი სამყარო. ეს ქალი არის პირველი დედოფალი, რომელიც გამოდის, რა თქმა უნდა, ეს ქალი, ვინც უყურებს, ხო? ვინც ეხლა ვისაც აინტერესებს ინფორმაცია. მან ძალიან კარგად გაიგო, რომ აი მის შინაგან სამყაროში თქვენ ცხოვრობთ. იმიტომ რომ პრინციპში აქ არ არის გასაკვირი, სიგნიფიკაციაშიც აჩვენა ამ ადამიანმა, რომ მას ყავს ქალი, იმპერატორი ვარ მე, იმპერატრიცა მყავს. მე ჩემი ქალი, რომელიც მე მიყვარს, რომელთანაც მე მივესწრაფები, რომელიც გულისთვის მე მზად გავაკეთო ყველაფერი, აბსოლუტურად თუ რამე საჭიროა. აქაც იყო სხვათა შორის 4-იანი და ადამიანი აქ ფიქრობს იმაზე, რომ მე მინდა სიყვარულით მოვიდე მაგ ქალთან და ვიყო, იმიტომ რომ აქ არის არჩევანი, იმიტომ გითხარით, რომ აქ დაჟე სულების დონეზე კი არა, უკვე ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი. სულების დონეზე ხო ყველა ვარიანტი გაკეთებული არჩევანი რა, რომ მე მივხვდი ეს პაუზაც იმისთვის იყო. გამიგეთ, რომ გაიგო ამ ადამიანმა, რომ ეს არის ის ქალი, ვისთანაც მე მინდა ვიყო, ჩემს სამყაროში ცხოვრობს ეს ქალი. გამიგეთ, შინაგან სამყაროში თანაც, ხო? ნახოთ ეხლა რა ქვია, რა უნდა გააცნობიეროს შენ ამ სიტუაციაში? ხო, სწორედ. აი რა უნდა გააცნობიეროს შენ? იცი რა არის? აი აქ თქვენი ფასი უნდა იცოდეთ, გამიგეთ რა ხდება, ამას ვეთყოდი მე ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ თქვენ უბრალოდ როგორ არის? შეხედეთ, კიდე მე ვფიქრობ, არა, უფრო თქვენი ფასი. ეხლა მე აქ არ მაქვს ლაპარაკი იმაზე, რა ქვია, ამ პარტალნობაზე, არა. აქ ნახეთ, იეროფანტი არის საერთოდ ენერგია და პლუს კიდე თქვენ თვითონ პიროვნება ხართ ისეთი, რომელსაც შეუძლია რომ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე იმოქმედოს. შეუძლია რომ სხვა ადამიანების ცხოვრება შეცვალოს თავისი სიტყვით, თავისი ცოდნით, თავისი გამოცდილებით, ხო? გააქვთ თქვენ ამისი საშუალება, მაგრამ შეიძლება თქვენ აქ უფრო გაუფასურებთ თქვენს ვინაობას, იმიტომ რომ მე ხუთიანი, მე ხუთი ენერგია, მე ხუთი ჯვარი შემოსწავლებისთვის საყურადღებოდ. შეიძლება თქვენ თვითონ არ იცით ეხლა ეს ჯვარს რო ვამბობ, ეს უბრალოდ ხა თქვენ არ გეწყინოთ, ვინცაც არ აინტერესებთ, უბრალოდ ეს არის ზუსტად ეს ჩვენი კურსის ყველაზე უდიდესი ასე ვთქვათ ფიშკა, საიდანაც ჩვენ ვიღებთ ასეთ ღრმა ინფორმაციებს. რა უბრალოდ ეხლა როგორც გითხარით შემოსწავლების მე ეხლა რა თქმა უნდა მაგაზე ვამახვილებ ყურადღებას. იეროფანტი და ხუთიანი პენტაკლები, საკიდან გამომდინარე თქვენ უნდა უკვე მიხვდეთ მე რასაც გულისხმობ. ანუ ესე იგი ხო ხვდებით რა, აქ არის ძალიან დიდი, ანუ თქვენ რამდენადაც თქვენ ხართ საჭირო, მიხვდით? თქვენ მაგას ვერ ხვდებოდეთ. ეხლა ნახეთ, როცა არის პაუზა, ხო, მე როგორც გითხარით, ეს არის გაკვეთილი. ანუ ეს გაკვეთილი არის იმისი, რომ შენ კი ფიქრობ იმას, შენს ფასს, მაგრამ აქ ძალიან მასშტაბური ადამიანი არის და თქვენ შეიძლება ხო გეუბნებით აქ უმრავლესობა იქნებით ადამიანები, რომელიც ეხმარებს სხვებს, ხო? ეს დახმარება შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, შეიძლება პრაქტიკოსი ხარ, შეიძლება ფსიქოლოგი ხარ, შეიძლება მასწავლებელი ხარ, შეიძლება უბრალოდ ხართ მნიშვნელოვანი ადამიანი თქვენ საგვარეულოში, ანუ ადამიანი, რომელიც ნამდვილად აი თქვენი სიტყვა ფასობს დაუშვათ, მაგრამ თქვენს თავს არ აფასებთ, გამიგეთ რა ხდება? და აი აქ უნდა თქვენ გააგიგოთ ეს რაღაც, რომ აი კარგით, მაშინ აბა ვკითხოთ ეხლა აი ამ ურთიერთობის
ფარგლებში რა უნდა გაიგო ამ ადამიანს ამ არკანით. კი, თქვენი ფასი. კი. თქვენი ფასი უნდა გაგიგოთ, რომ თქვენ ნამდვილად, ანუ როგორ არის იცით? აქ უნდა იყოს როგორი სიტუაცია, იცით, თქვენი ფასი. ეხლა ვეგეტყვით, მოიცადეთ შევალ არკანში. ხო, თქვენი ფასი, კი. ანუ როგორ არის? თქვენ ხართ ეთყობა როგორი ადამიანი, იცით, ძალიან გამცემი რა. ანუ იმპერატრიცა ხა თავისთავად, ანუ ყველაფერს თქვენ აძლევთ, გამიგეთ? ანუ ეგეთი რაღაც. ეხლა გეუბნებათ, რომ ცოტა შეიცვალე და დაიფასე თავი, ცოტა გამიგეთ? რომ ანუ უნდა იყოს, ანუ ეს აქ შეიძლება თქვენ როგორ ხართ, გაცემა შეგიძლიათ, მაგრამ ცოტა მიღება გიჭირთ, გამიგეთ? და ზოგჯერ თქვენ ეხლა აქ გეუბნებიან, რომ ცოტა კი არა, მიეცეთ საშუალება, აი რომ კაცმა გამოაჩინოს თავისი თქვათ ქმედება. აქ მოდის ადამიანი გვეუბნება, მე მზად ვარ ვიმოქმედო. მე მზად ვარ ვიმოქმედო. სხვათა შორის აქ ცოტა ისეთი თემაც არის, რომ თუ დაუშვათ თქვენ ცოტა ესა რა ქვია, ხა ცივ ენერგიებში ხართ, ხო? მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მისი გული გავათბო და მაინც აი მაქსიმალურად ეხლა ფიქრობს, რა შეუძლია გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა დააბრუნოს. გაიგეთ რა ხდება? ხო და ამიტომ ეხლა ეს ადამიანი როცა დაბრუნდება, თქვენ მიეცეთ ამ ადამიანს საშუალება, რომ დაგანახოს თქვენ ეს თავისი ქმედება, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ უფრო იცით ხოლმე რაღაცა თქვათ აი ქმედება, ნუ სიტყვაზე ეხლა რა ვიცი რა გითხრათ ეხლა ნუ გაიქცევით ეხლა მაღაზიაში და თუ დაგირეკა და ნუ მოიტანთ მთელი ეხლა მაღაზიას, რომ პირველი, მეორე და კამპოტი, ხო? შეიძლება მიეცეთ ადამიანს საშუალება, რომ თქვა დაუშვათ ასეთი ძლიერი პაუზის შემდეგ, როცა ადამიანი აქ გაიარა ტრანსფორმაცია სულიერი, როცა ადამიანი თქვენზე ფიქრობდა სხვადასხვა უკვე დაგინახა თქვენ როლებში, ხო? უკვე იცის, უკვე აღიარა, რომ ჩემი იმპერატრიცა არის, მიეცეთ საშუალება ამ ადამიანს, რომ მან ეხლა ეს დაგანახოს თქვენ რა თავისი ქმედებით, ნუ გარბი ხარ თქვენ პარავოზის წინ. გამიგეთ? კაცს მიეცეთ საშუალება, რომ დაგპატიჟოს სადმე სიტყვაზე, ხო? რომ რაღაცა გააკეთოს, თქვათ რა, ნუ ისეთი, რომ თქვენ გესიამოვნოთ რა, ნუ იმიტომ რომ არის ზოგჯერ რომ გოგოები გარბიან მართლა, არ ვიცი რა, წინ. აი ეს არის, აი აქ. ფასი შენი, აი ამასში არის, გამიგეთ რა ხდება? გაცემა ძალიან მაგარია, მაგრამ შენ ახლა აქ ნამეტანს შვები რა და ცოტა გონება გეუბნებიან, რომ ჩართე რა. იმიტომ რომ მიეცე ამ ბიჭსაც, რომ თავი აჩვენოს, რომ კაცი ვარ რა, ბოლოს და ბოლოს. აი ეს ჩვენი ქალების თემა, რომ კაცებს ვღუპავთ ჩვენ და მე არაფრის მაქნისია, რა ვქნა, მე რომ ველოდები და ხომ არაფერს. ნუ დაჯექე და ნუ ველოდები და ან მის მაგივრად ნუ აკეთებ იმას, რაც მან უნდა გააკეთოს. იმიტომ რომ არასოდეს კაცი არ გააკეთებს იმას, რაც მის მაგივრად უკვე გააკეთა ვიღაცამ. რატო? ჩვენ გოგოები ვაპუჭებთ კაცებს, მე გეუბნები თქვენ. როგორც გინდა ისე გამიგეთ. აი ეს. მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ, ანუ რა ენერგია გაკავშირეთ თქვენ ამ ეტაპზე. ეხლა რა ენერგია? Очень здрасте. ეშმაკის. თქვენ ხართ, აი როგორ იცით, ყველა ვარიანტში ეხლა გაქვთ ეს ორივეს ვნება გაქვთ ყველა ვარიანტში. ნუ კარმული თემა 100%-იანი, იმიტომ რომ თქვენ ისედაც გადიხართ სულ რაღაც კარმებს გადიხართ, სულ ერთი გაევლის მეორე, ნუ ხართ, იმიტომ გითხარით, რომ აქ მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ თქვენ და მე ჩემო სწავლებსაც სულ ვეუბნები, რომ აი ასეთი ადამიანებისგან
ვინც ახლა თქვათ არის ამზადებს თავის თავს დაუშვოთ იმისათვის რომ სხვებს დაეხმაროს ეს უეჭველი თქვენ გაევლით ძალიან ბევრ ყვარმულ გაკვეთილებს იმიტომ რომ შენ თვითონ თუ არა ხარ დაუშვათ ახლა დამუშავებული ასე რომ ვთქვათ ხო შენ სხვებს ვერ დაეხმარები ამიტომ აქ არის ესეთი კავშირი რომ ნუ კარმული თემა არის უეჭველი რა კიდე აქ რა ხდება ну აი რაც გითხარით რა კი ბატონო რა გაკავშირ კი რაც გითხარით აქ გადიხართ თქვენ ერთად ძალიან ბევრ რაღაცებს რომ ანუ ხან დაშორდებით ხან შერიგდებით ხან დაშორდებით ხან შერიგდებით თქვენ აქ სულ სწავლობთ სულ იზრდებით სულ ვითარდებით აი ეს გაკავშირებდა სხვათა შორის თქვენ რო გგონიათ რომ ის არა ნახოთ დააკვირდეთ იმიტომ რომ შეიძლება გოგოს უფრო თქვა აშკარად შეეტყობა შეიძლება და ბიჭს არა ნუ ზოგჯერ პირიქითაც არის მაგრამ უბრალოდ დააკვირდეთ შეიძლება ეხლა მე ხო გეუბნებით მოვა შეცვლილი და თქვენ მას ვერ იცნობ და რაღაცა და იტყვით რომ ღმერთო ჩემ არაფერიც ესეთი არ შეიცვალა და კი მოვიდა მაგრამ არაფერი მაგრამ დააკვირდეთ იმიტომ რომ შეიძლება აი სხვანაირად აი რაღაცაში მაინც პატარაში მაინც შეიცვალა და ეს დაიჭირეთ გაიმეგეთ მაგაზე გააკეთეთ კონცენტრირება ნუ აკეთებთ იმაზე რასაც უკვე ისედაც აკეთებთ რა თუ აკეთებს ისედაც იგივეს ეს იგი შენ სადღაც არაფერი შეცვალი შენში გამიგეთ რა ხდება დააკვირდეთ იმიტომ რომ აქ სულ გასწავლენ თქვენ აი აქ ძალიან დიდი სამუშაო მიმდინარეობს მე გეუბნებით თქვენთან აი გეუბნებით რა ის რა ვიცი. Так, შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ. რა შეიცვლება ზუსტადაც ახლა თქვენს უახლოს მომავალში, რა შეიცვლება. აქ ნახეთ, აი ზუსტად მე რაც გეთხარით რა, აქ იქნება ბევრი ცვლილება, მაგრამ დააკვირდეთ. აქ ორივენი შეიცვლებით თქვენ რა შეიცვლება კიდე? ორივე, მე გავგიჟდე. ორიანი იყო ხმალების, ორიანი ხმალების ამოვიღე. აი ეს შეიცვლება სხვანაირად, რაც გითხარით, არ გავიმეორებ. ну იცით ხო თქვენ მიცნობთ უკვე ვინც დიდი ხანია ჩემთან მე ჯერ ლაპარაკობ მე ტარო მიდასტურებს აი ახლა ეს მომენტი მე გითხარით და ახლა ტარომ დამიდასტურა რა გითხარით წეხან რომ დააკვირდეთ დააკვირდეთ ნახოთ ახლა ჩვენ ანუ რა ყველაზე მაგარი შედეგი ამ კავშირის განვითარებისთვის რა არის? ну აი ქმედება რა რვიანი აქ არის ახლა უეჭველი აქ არის რვიანი ხმა ესა გვერთხების ну ამ დასტაში რა თქმა უნდა ეს არის ის რომ თქვენ ნამდვილად აქ შეიცვლება სიტუაცია აქ წავა ქმედებები აქ მართლა თქვენ ორივენი შეიცვლებით კი ორივეს ცვლილება იქნება კი გეუბნებით რომ თქვენ აქ პრინციპში ადამიანი თუ დაუშვათ აი გაითვალისწინებს ნახეთ რა ხდება აქ გაითვალისწინებთ თქვენ ერთმანეთის აზრებს ასე რომ ვეტყოდე რა აქ პრინციპში თქვენ ნახეთ გაუფრთხილდებით რა რაღაც ერთმანეთს აი რაღაცა სხვანაირი რო იქნება დააკვირდეთ მე ნახეთ მე მომწერეთ რაღაცა იქნება თუ ან დაბრუნდეთ ამ ვიდეოსთან და დაწერეთ აქ იქნება სხვანაირი რაღაცა სიტუაციები თუ დაუშვოთ ადრე ადამიანი თქვათ ახლა არ გისმენდათ მოგისმენს თუ რაღაცას აი თითქოს როგორი მომენტი არის იცით აი გაგიფრთხილდება რაღაცნაირად მიხვდება რომ ის ჩემია ну რჩება აქ როგორი მომენტი არის რომ აქ უკვე უნდა თქვენ გაუშვათ ეხლა ეს სიტუაცია რომელიც ეხლა არის ეთქეს ტარო როგორ მუშაობს აქ ორი ხმალის ორიანი იყო აქ ორი ის რა ქვია 10-იანი და მეუბნები რომ მეთქი და აქ როგორ არის იცით თქვენ უნდა გაუშვათ ეგ სიტუაცია არ უნდა ინერვიულოთ ეს ტვირთი უნდა გაუშვათ პლუს კიდე და რა მოხდება ანუ აქ რას მეუბნებიან იცით აი თქვენ რაც გაქვთ გულში წყენა ეს ყველაფერი ხო ეს ტვირთი უნდა
ნუ არ უნდა ინერვიოთ, უნდა დატოვოთ რა, გაუშვოთ უნდა სიტუაცია ყველა ვარიანტში, რომ დიდი ხანი აქ ვიღაცას გაქვთ თქვენ ეს წყენა, დიდი ხანი გაქვთ, დიდი ხანია ფიქრობთ მაგაზე, გამიგეთ და უნდა გაუშვათ ის, რაზეც თქვენ იყავით ნაწყენი რა, თუ გინდათ რომ გაგრძელება მოხდეს, იმიტომ რომ ადამიანი თქვენი მამაკაცი მოდის აქ ნახათ რა ენერგიებში, მაგრამ აქ თითქოს როგორ არის, გქონდა თქვენ ისედაც ძალიან ბევრი დრო, რომ გეფიქრათ და ამიტომ პრინციპში თქვენ უნდა დაფიქრდეთ რა, რომ თქვენ გინდათ ეს ურთიერთობა თუ არა, თქვენ შემოუშვებ ამ ადამიანს თუ არა, თუ თქვენ ისევ გააგრძელებთ, აი თქვათ იმ სიტუაციაში ჯდომა, სადაც ნაწყენი ხარ და სადაც ახლა არ გინდათ ეს ადამიანი, გამიგეთ? კი, იმიტომ რომ აქ შეხვედრა უნდა იყოს თან ძალიან კარგი გაგრძელება აქვს ამ ურთიერთობას ძალიან, მაგრამ ეს იქნება იმაზე დამოკიდებული თქვენ როგორ მიიღებთ, იმიტომ რომ დიდი ხანი იჯეკით, დიდი ხანი იყო ეს სიტუაცია, როცა თქვენ გეგონათ რომ დავკარგე, თუ თქვენ გაუშვებთ, თუ თქვენ ახლა მიიღებთ ამ ადამიანს ამის მერე, აქ არის ძალიან დიდი ალბათობა, რომ დაიწყება რაღაცა ახალი ეტაპი და თქვენი ურთიერთობა, ნახეთ, აქაც 10-იანი არის თასების, ნამდვილად აი რაღაც ახალ ეტაპში მიდიხარ, იმიტომ რომ აქ სულებს უნდა ერთად აქ სულები დაიხალენ უკვე ასეთ მდგომარეობაში, გამიგეთ, იმიტომ რომ იმპერატორ, იმპერატრიცა ის მნიშვნელოვანი პიროვნებები ხართ ერთმანეთისთვის, აქ უკვე ადამიანი მზად არის იმისთვის, რომ გამოვიდეს პაუზიდან, მაგრამ აქ იქნება თქვენზე დამოკიდებული, რა თქმა უნდა, თქვენ რამდენად გენდომებათ ეს სიტუაცია, იმიტომ რომ აქ პრინციპში თქვენ გაიარეთ ეს სულიერი განვითარება ორივენი, იმიტომ რომ ეს იმიტომ იყო თქვენ დიდი ხანი თითქოს აი დაგაშორეს, რომ გაგეგოთ თქვენ ბევრი რაღაცა. ამიტომ გეუბნებით, რომ არის დიდი ალბათობა, აქ სულები უკვე, ნუ იმდენად ენატრებათ ერთმანეთ, რომ რა გითხრათ, რა ძალიან და პრინციპში არჩევანი ყოველთვის თქვენზე, ჩემო სიხარულებო. მე რა თქმა უნდა გისურვებთ ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.